გამარჯობათ მეგობრებო, ყველას ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა და ყველაფერი კარგი. და რაც თავარია, მერთი იყოს ჩვენთან. მიხდით არა, ამ ავად სახსენებელ ლოს-ანჯელესში მოვხდი. ისეთი შეცდომა დაუშვი რა, ყოველთვის უნდა შეეცადო ხოლმე, რომ აი ახლა უნდა მიმეტანა დილით ეს ჩვენი ტვირთი და საერთოდ ლოს-ანჯელესში რომ მიდიხარ, ღამე უნდა შეხვიდე რა, რომ აი ამ ტრაფიკებს მოშონდე, მაგრამ პრობლემა იყო, რომ სადაც მივიდივარ, იქ შეიძლება მანქანა ვერ გამეჩერებინა და რაღაც ერთი 20 მილით აქეთ გავაჩერე ადგილი ვიპოვე, მაგრამ დილიდან ავდექი და უკვე მეოთხე საათია და ეს 20 მილი ვერა და ვერ დავამთავრე რა. ძალიან ნერვები მომშლელია ეს ყველაფერი, მაგრამ ასიზა. აწის შემდეგში უკვე მაინც ღამით მოვა რა და რა ვიცი, არ ვიცი, ნუ ერთ სიტყვით ესე მიმდინარე პრობლემებია. ნუ მოდი ახლა ჩვენ ვისარგებლოთ ამ მომენტით. ახლა ალბათ ერთი კაი დიდი ხანი ვერ მოუდები ამ საცობის გავლას და ვილაპარაკოთ როგორც ყოველთვის პოლიტიკაზე, ყოველთვის არა, ნუ ჩვენ როგორ ავთქვით, რომ კვირაში ერთხელ მაინც შევეხებით ამ პოლიტიკას, თუმცა ეს პოლიტიკა არა, ნამდვილად არ მინდა საერთოდ პოლიტიკურ გეოპოლიტიკურ სიტუაციებზე საუბარი, მაგრამ ვერ ავწდებით ამას, ვერ ავწდებით, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება. მით უმეტეს თემა, რასაც ვეძახი ჩვენ არაბიზაციას. ეხლა ბევრი არაბიზაცია ბევრ სამწუხაროდ ისე გონიათ, რომ მარტო არაბებზე გვაქვს ეს გართულება. ეს ასე გავაკეთოთ, რომ არაბიზაცია, ანუ ეს უკონტროლო ემიგრაცია, უკონტროლო სხვა ჯიშის ხალხის შემოსვლა საქართველოში უნდა გაჩერდეს და ამაზე ჩვენ ნერვიულობთ, ხო? უნებრივია. საინტერესო რა არის, იცით, აი ახლა ხო იყო აი კონსერვატორებმა ჩაატარეს ის მიტინგი და კი, ხალხი გამოვიდა, ან არ გამოვიდა, მაგრამ დაიწყეს თავების დათვლა. ჩვენ ახლა მოგეხსენება ჩვენ საუბრებში არავის შეურაცხყოფას იმას არ ვაყენებთ, არავის ზედმეტს არ ვაყენებთ, მაგრამ ყველაფერს ვარქმევთ თავის სახეს. და რა მთავრობას ყავს, ჩვენ ხო ვიცით, ხო? ჩვენ მთავრობა ყავს, რომელიც მარტო ფულზე ფიქრობს და მეჯღანოაშვილის აზროვნებით აზროვნებენ, რომ ოღონდ ფული გააკეთონ და მეტი არაფერი არ აინტერესებს, უკვე დაფიქსირებულია და ადრეც ვამბობ, რომ მეჯღანოაშვილი არის სინდრომი, ანუ ფულის იქით, ნუ ფაქტობრივად 100-ია, თუ ვინმე მეტყვის, რომ 100 არ არის, ეს მთავრობა ყავს თუ არა ყავს, ფაქტია რომ ყავს. პირადად მე ახლა ჩემ გარშემოთვალ ვინც არის, თუნდაც ამ თემაზე, მე მიკვის ხოლმე რა, რომ ახლა ისეთი თემაა, რომ აი ყველა აი არაბიზაციაზე ყველა არის მოწინააღმდეგე. მე პირადად აი ჩემ გარშემო აი 10 კაციდან 9 აი მე 9-ს არის 10-ვე იძახის, არა ამის დაშვება არ შეიძლება, მაგრამ და მიტინგზე ხალხი არ გადის, აქციაზე ხალხი არ გადის და ეხლა მე ისე ხდება, რომ აი ყველაფერს უსმენ რა, რაც ხდება. აი ოპოზიციასაც უსმენ, პოზიციასაც უსმენ, ჩემი ის გამო მაქვს, იმიტომ რომ ნამდვილად ეხლა მე არც გეოგრაფიულ და პოლიტიკურ იმას დავიწყებ საუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საშიშროება არის და ეს გული აი ხო რაღაცას ვაკეთებ, ხო რაღაცებს ვიღებ, რაღაცებს ვაკეთებ, რაღაცებს პრობლემა იმდენად უხალისოდ ვაკეთებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ეს პრობლემა თავზე გვადებს საქართველოში და ეს ამას თუ ყურადღება არ მივაქციეთ, პიტაპიტკა დავჩებით უმცირესობაში. და ამ თემაზე რომ საუბრობთ, გონია რომ ხალხით ამუხტულია, ის არის ასე, მაგრამ საქმეზე რომ მიდის, არ მიტინგზე ხალხი არ გამოდის და ნუ რაღაც ის აქტივობა არ არის. ეხლა ზოგმა ერთმა მითხრა, რომ აი შენ რომ ამქიდან შოვიდა ლაპარაკობ, შენ რატო არ იყავი თბილისში მიტინგზე, რატო არ წამოხვედი? ნუ ეხლა ამჟამად ისე მოხდა, რომ აქ მოვედი, მაგრამ თბილისში რო ყოფილიყავ, აუცილებლად წავიდოდი და ჩემ პროტესტს განვაცხადებდი, მაგრამ არა, აი ასე ხალხი არ მინდა და ნუ ბევრი ვერსიები, ხა მე მაგისკენ არ მიყვარს საუბარი, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს არ უნდა, ყველა ვიცით, რომ უმრავლესობას არ გვინდა, მაგრამ აქციაზე და იმაზე არ გამოხატავენ და რა ხდება? მე იმასთან არ დავდგები, მე ამასთან არ დავდგები, აი როგორც არის, ხო, ეხლა წამოვიდგეთ პატრიოტთა დაიწყო ბოდიში რაღაცა მგონი გავიდე სტორიეს მანქანა გაუფუჭდა და ეს არ მიშვებს ეს ხე
ერთ სიტყვით პატრიოტთა ალიანს გამოყავთ ხალხი კონსერვატორები მაგათან არდგანან ის ამასთან არდგას მე არიან ლიბერალური პარტიები რომლებიც მეწინააღმდეგებიან არაბიზაციას მაგრამ კონსერვატორებთან რა გვინდა ის ამასთან არ გვინდა იმასთან არ გვინდა და ამ დროს მთელი ქალაქის მიტინგებით არის სავსე და პროტესტი და საერთო ჯამში გაერთიანება არ ხდება ეხლა არიან ადამიანები რომლებიც უნდა გავერთიანდეთ მაგრამ როგორ ფაქტია რომ ვერ ვაერთიანებთ ხო არ ერთიანდება იმიტომ რომ ის ხანერად ფიქრობს სამწუხაროდ საქართველოს ისტორიაში ასია არის რაღაც საერთო პრობლემა მაგრამ თავისი პირადი და რაღაც ინტერესების გულით რაღაც იმის გამო რომ ის იმას არ ეთანხმება ვერ ერთიანდებიან ეხლა რო ვილაპარაკოთ ზოგადად საერთო პრობლემა გვაქვს უნდა გავერთიანდეთ ეს არ მიშვებს ეს შემდეგ ასაუცოთ საცობი გაიხსნა და უცბად ამომივარდა სალაპარაკო და მოდი იცი მეგობრებო რას ვიზავ მოდი ახლა მივარ ცოტა წყნარ ადგილას და გავაგზავნებთ იქ საუბარს თუმცა თუ საცობში მოხდით მე გავაგზავნოთ არა In 1.5 miles, keep left. მესამე საათია მოვდივარ უკვე 4 საათია ხო თითქმის ეხლა გაიხსნა ლაპარაკი რო დავიწყე მაინდა მაშინ დაიწყო აგეთ მეგობრებო მაშინ მოდი მე ხა ცოტა დამჭეთი 10 მაილი მივალ იქა გავჩერდები და მე გავაგზავნო ჩვენი საუბარი მაინც თვითი გადმოტვირთო და აუცილებლად ნუ გამორიცხულია რა რაც არ უნდა გააკეთო ეს ჩვენი არხი ხო ყოველთვის რაღაც გამოსავალს ვეძებთ მიმდინარე პროცესებზე ვთქვათ ყოველ ამბავში ცხოვრებისერო ამბავში მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა ნუ არ ვიცი მე პირადად აი სულ თავში მიტრიალებს და მოდი ხა Keep left to I-405 north, then keep right. ხა თუილად ლაპარაკო გავაგზავნოთ მე რო გავჩერდები ცოტა დაგშო ცოტა In 2 miles, take exit 1 east for Anaheim Street West. ისე რა არის ხოლმე რაღაცი თქმა რო გინდა ვერ ისვენებ და მე სხვადასხვა მიმართულებები გიშლის აი ხა ამ თემაზეც ვილაპარაკებ რა მაგათად მიტინგზე გინდა წასვლა მაგრამ საქმეები არ გაძლევს საშუალებას რაღაცა მიზეზი რაღაცის დურისთვის აი მიზეზი ყოველთვის არის ვერც გაამყუნებ მაგრამ ნუ აი მოდი ახლა ბევრი მეცხოვრო ასეთ რეალიაში ვარ და უბრალოდ ჩემი მაგალითებითად გაჩვენებთ აი რეალობად რასაც ვამბობ ხა ყველას ვერ დააძალებ რომ გამოხვიდე აქციაზე ეს გააკეთო გასამართლებელი ყოველთვის არის აი ხა ამჟამად მეც აი მინდა ლაპარაკი მაგრამ ვერ ვახერხებ იმიტომ ხანის გამოხდება ხანისა და რაღაცა გამოსავალს ნახავ ნუ ერთ სიტყვით მივიდეთ ბოლომდე და მე გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი უკვე მე რამდენჯერ ვამბობ არა სანაგვეში მოვედი ეს ძალიან ვიწრო შესასვლელი აქ ეს ადგილი არ მომწონს ძალიან თან აქ ადგილს ვერ ნახავ გასაჩერებელს თორე ღამე კი მოვიდოდი აქა მაგრამ აი ესეთი ნაგავი მოვიტანე ეხლა აქ უნდა ავიწონო და მე ესე თავიდან მოვიდე და მე აქ უნდა დავდგე და გადმომტვირთავე. ახლა რიგია უკვე. ეს ტრიარიაში ვარ რა. აქაც მომიწია დალოდება. ნუ კაი შეიძლება დაგვარათ, იმიტომ რომ მე ეთყობა ახლა ერთი ვერ გავჩერდები ცოტა ხანში, სულ მომიწევს სიარული და მაინც სათქმეს ვიტყვი და რას ვამბობდი? ესე იგი რაღაცა აზრი გვაქვს, რომ საშინელებაა, ყველა თავხდებით ამაში, მაგრამ ხალხი არ გამოდის. მე გულახდილად გითხრა, მეგონა რომ რა შვება ისე თუ. უნდა ამოხდა. ახლა ჩემი
ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევ. ამას უნდა აქეთ მოსვა. მე ვიყავი პირველ წად, შედი, ვერ გავიგე რა გინდათ, ხო? ეს მოვიდა, მოდი ამას დაუდგები უკან. ამას და იქში მევიხდი, აი ამას დაუდგები მონტაჟში. დავდგები მაშინ ამასთან და გავშე გაგიჭირეთ საქმე და მოდი წყნარად გავჩერდებით და გავაგზავნოთ ჩვენ საუბრო. მე გონი მესამეჯერ ვამბობ. მაგრამ ეს არის ჩვენი ცხოვრება, რეალობა, ნატურაში და ბუნებრივად. აი სასტური დავაყენოთ და მივხედოთ. ეხლა უნდა ავიწონო, მე ეს წავიდე და გადმოთვითო. ნუ, კაი, ამ პროცესებს დავამთავრებ და ბევრი რვა ვილაპარაკოთ. დავაყენე და მივხედოთ ახლა ჩვენ საქმეს. სასწრაფო გავაყენე. კარგი. დავაყენე. ჩვენი ჯორჯი ამ ნაგავის ფონზე ალამაზად გამოიყურება. გაკრიალებული, გაბჭყინებული, წინავს. ასიზა ჩემო ჯორჯი. ჩვენი ცხოვრება ხან ნაგავში ვართ, ხან სისუფთავეში ვართ, ხან ჭუჭქში ვართ და ასე შემდეგ. ვიღაცა უნდა მოვიდეს და იმან მითხრას რომელ დოქთან უნდა გავჩერდ. ამ ტიპმა მითხრა, არსად არ წახვიდეთ, გაჩერდი ახაო და მოვლენ და გეტყვიანო, სად უნდა გაჩერდეო. აი ჩვენი ნაგავიც მოვიტანეთ. ამას რო გადმოტვირთავენ, მე მოგვიწევს გაწმენდა. всё, როგორც იქნა დავაყენეთ და ამ ყურებაში სათქმელი უნდა თქვა და გამომეპარება რა. ესე იგი, რაზე გავჩერდით, თქვით რომ თითქოს ყველას ერთი საქმე გვინდა, გელი გამოჩნდა და უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ერთიანობა არ აგვაქვს. ეხლა ძალაუნებურად ისეთი სამსახური მაქვს, ყველაფერს უყურებ რა, ოპოზიციონერებსაც, ლიბერალებსაც, ევროპის მომხრეებსაც, ყველა პარტია თავისებურად ამბობს ამას, მაგრამ აი ერთიანობა ნამდვილად არ აგვაქვს რა. იმათან არ დავდგები, იმიტომ რომ ლიბერალები არიან, ლიბერალები იძახიან, რომ ესენი რუსოფილები არიან. ისინი იძახიან, რომ ულტრაპატრიოტები ვართ და ამ დროს მთავრობა რას იწყებს? იწყებს, რომ ხალხი არ გროვდება, 1500 კაცზე მეტი არ გროვდება და მთავრობის მომხრე ნაქვია იმას ტელევიზიები იძახიან, რომ საუკუნოვანი პროექტის მოწინააღმდეგები ხალხს ვერ აგროვებენ და აქედან უკვე ისე იძახ როგორ ვაგროვებთ, აბა ნახეთ ჩვენ 1500 კერ უფრო მეტი ვიყავით და მე იწყებენ რომ აი წვიმა იყო, ხალხი არ გამოვიდა, ზოგი მუშაობდა, ზოგი კარგად ვერ გებულობს. აი მე პირადად ეხლა თბილისში რო რეკავდი და მეთქი რატო არ მიხვედით იმაზე, რა ქვია, მიტინგზე მეთქი, აუ იმათან ათიქოთა რა მინდა, ან ზოგმა თქვა მე სამსახური მაქვს, დაკავებული ვარ. და ზოგმა ნუ წეღანას რო თქვი რომ მოგაძახა შენ რატო არ ჩამოდიხარ ახლა ბევრს რო ლაპარაკობ. ნუ გასაგები ხა ყველა ჩვენი მიზნები გვაქვს, მიზეზები გვაქვს, მაგრამ ფაქტია რომ მუხტი არ არის, ხო? ეხლა მე პირადად მაგრამ მიკრის რა, რატო არ არის მუხტი, რომ ხედავ რომ აი ამ ხელა საშიშროება მოდის ამ არაბიზაციაში და ამ უკონტროლო ემიგრაციაში, თუ ამ რავი ხალხი რო ჩამოდის უმცირესობაში და მე ძალიან ღელავ და წეღანავს თქვი რომ მე მაგალითად ეხლა აი ნახდათ არა მაქვს ხოლმე ხასიათზე რომ რაღაცები გადავიყო, იმიტომ სულ თავში ეს მიტრი არის და რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ და ფაქტია რომ ჩვენ მთავრობა ამის გამკეთებელი არ არის ლაპარაკშიც, იმიტომ რომ ამაში საშიშროებას ვერ ნახულობენ, მაგრამ ფაქტია რომ ამ ეხლა ჩვენ ყველას გონია რომ ჩვენ ყველა თანახმა, აი მე ყველა თანახმა, ყველა ეწინააღმდეგება ამას, მაგრამ
რო დაფიქრდე რა არის გამოსავალი და მე ხა ჩემებურად მაინც ადრეს მაგ ნათქვამი ზოგი ხა იტყვისო ბიჭო ეს არ არის ის გზა რომელსაც შენ ამბობ მაგრამ მე ვადებული ვარ იმიტომ რომ მეც ვიფიქრე ხა აი რა უნდა გავაკეთოთ ახლა ხო არ დაიწყებ ქვების როლას და იმის როლას და ამის როლას მაგრამ ფაქტია რომ თავრობა ყურსაც არ აბარტყუნებს მე ისევ და ისევ მეორდები უნდა ჩავატაროთ რეფერენდუმი კაი შენ მიტინგზე შენ ლიბერალი ხარ შენთან ერთად არ დავდგები კაი მე კონსერვატორი ვარ შენთან ერთად არ დავდგები შენ ასეთო შეისეთო მაგრამ კაი ნუ დავდგებით მაგრამ ჩავატაროთ რეფერენდუმი ძალიან მარტივად გვინდა ეს არაბიზაცია თუ არ გვინდა არც თავრობას ეწყინება ეს გადაწყვეტილება რეფერენდუმი ჩატარდეს იმიტომ რომ უმრავლესობა ვინც გადაწყვეტეს და მაგის წინააღმდეგ თუ გამოხედი და არც იმ ლიბერალებს და იმებს იმიტომ რომ იქნება თემა ერთი მაგრამ რატომაც ეცინება და აი მე მაგათ ძალიან გული მწყდება აი საპატრიარქოც რო გაჩერებულია აი ხო მე ჩემი თავი მორწმუნედ მიმაჩნია და მართლმადიდებლად და რაღაცა მაგრამ ფაქტია რომ ისინიც ხმას არ იღებენ ან სინოდი კაი ჯანდაბას შენ თუ რაღაცა არ მოგწონს გამოდი და თქვი რაღაცა დააფიქსირე მე იმას კი არ ვიძახი რომ მე ჩემი პოზიცია დააფიქსირე თანახმად თუ არა აი უბრალოდ ნეიტრალური პოზიცია მაინც დაეკავი და თქვი რომ მოდი სპეციალისტები შევიკრიფოთ და კარგად ვიმჯეროთ მაგრამ არა ხმას არ იღებს და როგორი გამონათქვამია სიჩუმე თანხმობაო რა არ ვიცი მე მაგალითად ეს საშიშად მიმაჩნია და არ უნდა სულ 2-3 წელიწადი მე ხაირიდან ხო არ ვიძახი შეხედეთ ინგლისს შეხედეთ გერმანია შეხედეთ ამერიკას შეხედეთ ევროპულ ქვეყნებს რამდენ ძლიერ ქვეყანას სჭირს ეს და აღარ იცია რა გაუკეთონ ამ ემიგრაციას და ნუ აი ინგლისი წარმოიდგინეთ ინგლისი იმპერია ვერ ახერხებს ამას და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და რა ვიცი და ამაზე ხო ჩემზე უკეთესად რომ ეს საშიშროება ამას არ უნდა ეხა ბევრჯერ გვილაპარაკია და ჩვენ არხშიც და საერთოდ უსმენ მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა გვაკლია ხო ზოგმათ ამას აზრი არ აქვს იმას აზრი არ აქვს და ფაქტურად გამოდივართ უმოქმედობა და თავრობა ამით სარგებლობს ეხლა მე რას ვიძახი რა ეხლა მეც რა უნდა მოდი ჩავა აი შევიკრიფოთ არ გინდა შევიკრიფო აი რაღაცა ტექნოლოგიით იმით ამით გამოკითხვით ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი და არაო გააყალბებენო ვერ გააყალბებენ მეგობრებო იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ხალხი ის გამოჩდება და მაშინ უკვე როცა იქნება ბრძოლა რეფერენდუმი ვერ ჩატარდება მე უკვე ეთქვი აძმაო ხალხს ეს უნდა ცუდია თუ კარგი არ ვიცი ეს უნდა და ხო არის სამართლიანობა თუ ამაზე წამოვიდა მთავრობა უკვე წინააღმდეგობაზე მაშინ უკვე აშკარად უკვე ტერი გახდება ეს მთავრობა მაგრამ არ ამგონია გონიაზეც არ არის ლოგიკურად რომ ვიჯეროთ თუნდაც ის მეჯღანოაშვილის აზროვნებიდან გამომდინარე ის თავის ქონებას რასაც ახლა შოულობს ერთი იმით უნდა იშოვოს ხო იმის თუნდაც მაგიდან გამომდინარე ამას მაინც გაუფრთხილდება და რო იტყვიან დაამუხრუჭებს არ ვიცი ახლა შეიძლება ამ ჩვენ არხს პოლიტიკოსები უსმენენ მაგრამ თავში მაინც ჩავავარდეთ ეს პოლიტიკურ პარტიის ხელმძღვანელებს და რა ვიცი ეს მაინც გაითვალისწინე და რა ვიცი და თუ არა და მაშინ გამოდის რომ ამ ტელევიზორებს რო უყურებთ იქნება წყლის ნაყვა ეს ამან ისა თქვა იმან ისა თქვა ეს ცუდი გამოდის რომ შედეგი არა მე ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი მე პირადად კატეგორიით წინააღმდეგი ვარ მაგრამ თუ რეფერენდუმი გადაწყვიტავს და უმრავლესობა გადაწყვიტავს რომ არაბიზაცია საშიშროება არ არის და ის არ არის ნუ მაშინ ხმას არ ამოვიღებ მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ რეფერენდუმით ის შედეგი დადგება რაც სამართლიანია და ეს პროექტი არ განხორციელდება მე პირადად არ დავიღლები და ის იმად გასაგონად ვინც იტყვის რომ შენ რატო ამერიკაში დადიღა ჩამოვა საქართველოში ვიქნები და მე ამას ყოველთვის მივაწვევი და ამაზე უკვე ეს რატო ეს ხო ეს ზედმეტი საუბარია მოდი ჩავატაროთ რეფერენდუმი მეგობრებო ეხლა ჩვენ ასე თუ ისე ჩვენი არხი 20-საც გამომწეს უახლოვდება რა ეხლა მე კი ვიძახი მაგრამ იქიდან გამოდიან რაც ხდება პროცესები მოდი კი გავიძახი რეფერენდუმიო და ჩვენ ჩავატაროთ პატარა ექსპერიმენტი ხო ეხლა მე მაგალითად ამ თემებზე რო ლაპარაკობ ვიცი რომ თქვათ 10 წინამდე 10 მომხრედან 9 თაღ მაგრამ იქ იგრძნობა რაღაცა 8-9 ხმას არ იღებს ან ერიდებათ ან არასწორად
არავის ასეთი მკვეთრი დაცვა რომ არაბული პროექტი კარგია და ეს დამცველები არ გამოჩინენ, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ეს იქ არის ხალხი რომელიც არ მეთანხმება ჩემ პოზიციას. გასაგები ეს მისი არჩევანია და მოდი ახლა ჩვენ სახელმწიფოებრივ იმაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ არხზე გავაკეთოთ ეს ექსპერიმენტი. აი ამ პატარა გამოსვლის შემდეგ მოდი აი ესე არ დაიზაროთ და თანახმახად არაბიზაციაზე თუ არა. თუ თანახმახად კი, თუ არა, არა. აი ესეთი პასუხი და მე შევკრიფავ სიტყვაზე თქვა ერთი 100 კომენტარიდან ავკრიფავ ვინ არის თანახმა, ვინ არ არის თანახმა და ჩვენ არხიდან გამომდინარე გამოვიყვანოთ პროცენტული რა ქვია შედეგი. და აი ესეთი მაგალითი მივცეთ ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს. არ ვიცი, ეს თქვენი ნებაა. შეიძლება ადამიანს დაეზაროს იქ დაწერა, არ დაეზაროს მე ვერავის ვერ ვაძალებ, რაც მე ჩვენ ყოველთვის მოწინააღმდეგე გვეუბნება, რატომ აძალებ, მე იქ წავიდე. არავის არ გაძალებ, მეც არ გაძალებთ. უბრალოდ ინტერესიდან გამომდინარე, აი როგორ ჩატარდება, აი მაგალითი ვაჩვენოთ ჩვენ არხზე. შეიძლება ეხლა 20,000-მდე გამომწერი ვართ, მაგრამ შეიძლება 5,000-მა კაცმა მიიღოს მონაწილეობა, შეიძლება 3 ან მაყურებელმა, მაგრამ კომენტარები დავთვალოთ და მე პირადად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ხო იცით, დარწმუნება და ეს ფაქტი თუ არა გაქვს და მაგალითი თუ არა გაქვს, იძახე რაც არ უნდა იყოს. ამიტომ აი ჩვენი პატარა ასეთი ექსპერიმენტი რეფერენდუმის სახით ჩავატაროთ და შედეგზე გავიდეთ და მე უკვე არ ვიცი, მე მაგალითად ძალიან გული, აი არ ვიცი, აი მაკანკალებს ეს რო განხორციელდეს რა იქნება, არ დაწყნარდება. მე ჩვენ ადრეც გითხრა ისლამიზაცია, რაოდენობა ხალხის უმცირესობა და მე მაგალითად მაკანკალებს და მე ყოველთვის ვლად ვიქნები რომ ეს აზრი გავიტანო და იმ აზრს მიყვე უმრავლესობა რასაც გადაწყვეტა და მე ეს მიმაჩნევ რეფერენდუმი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადასაწყვეტი, ისა სწორი საკითხი, სამართლიანობაც არ დაირღვევა და რა ვიცი და ეხლა თუ ადამიანს სამართლიანობა არ უნდა და ჭეშმარიტება არ უნდა, მაშინ უკვე სხვა მიზეზია და მე უკვე გადავლახოთ სხვა, თორე ასე ლაპარაკი ეს ცუდი, ეს კარგი, ეს ცუდი, ეს წყალზე და მთავრობა მაინც თავის საქმეს აკეთებს. მე მაგალითად ძალიან დამცირებულად და ძალიან დათქმულად ვძნობ თავს და მთელი უბედურება ეს არის რომ არ იცი რა გააკეთო რა არის აი ხედავ რა აი მოდის რა წარმოგიდგენ ბავშვი ავათარი და არაფერი არ გააკეთო ამ დროს ექიმს არ დაუძახო ან არ მოუვარო ბავშვს აი ესეთი სიტუაცია მიმაჩნია მე და რა ვიცი აი როგორ უნდა დაწყნადეს ადამიანი არ ვიცი რა და მე ისე და ისე ვიცახი რომ საქართველოს როგორც ბავშვი გადასარჩენია და ჩვენ ყველა მისი მშობლებია, ვარდებულები ვართ, რომ მივხედოთ ამ ჩვენ საყვარელ ბავშვს საქართველოს. ერთ სიტყვით გელოდებით, მეგობრებო, არ დაეზაროთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი და გავშინჯოთ ეს ისაა, თორე თქვენი აზრი და გამოვხატოთ ჩვენი აზრი და მე ვიმოხმედ და თუ არა ვიდეოს კი ვიღებ, არ არის რა, აი ხო უნდა გიხაროდეს ვიდეოს გადაღება, რისთვის ეს ჩვენი არხიდან გამოდივეთ, ჩვენ ხო სულ ვაჩვენებთ ამ დაპყრობებს, როგორ გადავლახოთ, რანაირად გადავლახოთ და მივცეთ ჩვენი არხის მაგალითზე ამ პოლიტიკურ პარტიებს და იმ პიროვნებებს მაგალითი, როგორ უნდა მოიქცნენ. ეს სიტყვით ამით თქმა მინდოდა, ჩემო მეგობრებო და გელოდებით დააფიქსირეთ თქვენი აზრი. მე კიდევ დაგემშვიდობებით, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ისე იქნება, რომ ჩვენ გული არ დავწყვიტოს და არ ვიყოთ დათქმულები, ყველაფერი კარგად იქნება. რატო ვიცით მეგობრებო? იმიტომ რომ ჩვენ ღმერთთან ვართ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ და ადამიანები ვინც ღმერთთან არიან, არ ამგონია რომ პრობლემები და დაბყოლებები ვერ გადალახოს. კარგით, აბა დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალში შედეგსაც ვიტყვი და ჩვენებურად გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ამ დუხჭერ, ამ პრობლემებით სავსე ქვეყანაში ზოგჯერ ბოშვება, ზოგჯერ გართობა, ზოგჯერ ისის, რა თქმა უნდა, კარგია და რა თქმა უნდა, სწორ გზას რო აძლევ და გამოსავალს რო აძლევ, განჯობია მაგას. და ჩვენი არხი კიდევ მაგას ემსახურება. ჩვენ ვართ მებრძოლი ხალხი, ჩვენ გვიყვარს ჩვენ არავინ არ გძურს, ჩვენ არავინ არ გვეზიზღება, ჩვენ მივდივართ ღმერთის გზით.
დავიშ მე თუ ძალა მოგვეცი რომ მაგზით ვევლოს და არ გადაგვეხიო სხვაგან. კარგით აბა მომავალ შეხვედრამდე, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. მაგრამ პირველ რიგში შედეგი გავიგოთ, მაგრამ გავაგზავნოთ. ცხოვრება კარგია, ცხოვრება ლამაზია. მეცმა ჩვენ გაგვაჩვენა ბედნიერებისათვის, სიხარულისათვის და რატო არ უნდა გამოვიყენოთ და რატო არ უნდა ვისარგებლოთ მაგით. კარგად, მომავალ შეხვედრამდე.